მოგესალმებით ძირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა მოქალაქის ხმა და მე მისი წამყვანი აკაკი ველთაური გახლავართ. როგორც ყოველთვის, ეს უკვე ტრადიცია ვიტყვი, რომ თავისუფლება ქალბატონ მზიას, ყველა სინდისის პატიმარს, ყველა პოლიტპატიმარს, დიდი სიყვარული და მხარდაჭერა რუსთაველის ბუნებრივად ჩამოყალიბებულ მოძრაობას, საპროტესტო მოძრაობა მაკხედველობაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ახლაც ვიტყვით, რომ ისე მალმალე მიდის ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვერ ვეწევით, ამათ მოდი დავარქვათ სისულელეებს და გვიწევს ესე რაღაცნაირად ადაპტაცია განვიცადოთ და რაღაცნაირად გამოვეკიდოთ ამ სირეგვენეს. ჩვენ დღეს სტუდიაში სტუმრად გვყავს ბატონი გიორგი არქანია, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, დაქირავებული ლექტორი TSU-ში და განათლების მოწვეული, დიახ, ხო, მოწვეული ლექტორი, რომელიც ძალიან ინტენსიურად იყო ჩართული ამ ბოლოს განვითარებულ ესეთ სიგიჟეში, როდესაც წადეს 104 წლიანი, უბრალოდ 108 წლიანი უნივერსიტეტის გაუქმება. და მე დიდი მადლობა უნდა გადაუხადო პირველ რიგში ბატონ გიორგის, რომ ამაში მონაწილეობდი და მე ვიცი, რომ თქვენს პროტესტი გამოხატეთ ამ ყველაფერზე. ყველა იმ ადამიანს, ვინც დაიცვა ეს ორი უნივერსიტეტი, ვინც დაიცვა ცოდნა განათლება და დაიცვა ის კულტურა, რაც ქმნის ნამდვილად ეს საღაზრს. და პირველსაც ბატონო გიორგი ალბათ ეს ძალიან საინტერესოა და მე გკითხავთ ხო, იმიტომ რომ ვიცი, რომ იყავით ჩართული მინისტრის მოადგილის შეხვედრაზე ბრძანდებოდეთ და ეს საბჭოც რო შეიკრიბა, ალბათ თქვენც იქ იყავით ხო, როდესაც უარი იქნა და თქვა მინდა. როგორ აღიქვით საერთოდ ბატონო გიორგი, ახლა როგორ სხვა ლექტორებმა ეს გასაგებია, ახლა თლათ ვერ მეტყვით, მაგრამ თქვენ როგორ აღიქვით პირადად და სხვა ლექტორებიც როგორ აღიქვეს ეს და როგორ განიცადეს, რომ აი ესეთი ამხელა დონის რაღაც ესეთი რეფორმა, როცა არ უკითხავთ არც პროფესორისთვის, არც აკადემიური საბჭოსთვის, არავისთვის და ვიღაც მიქანაძემ გადაწყვიტა ეს საკითხი, ისე რომ არავის არ კითხა. ხო, ესე გამოდის ბატონო გიორგი, იმიტომ რომ თუ ვინმეს უნდა ვკითხოთ, ამ შემთხვევაში არის ისევ ის პროფესორები, ის მასწავლებლები, ის ლექტორები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ და მათ აქვთ თავიანთი შეხედულებები და აქვთ, როგორ გითხრათ, ახლა თუ სოდნაზეა ლაპარაკი, ჩემი აზრით აკადემიურ სივრცე აქ პირველ ადგილზე დგას. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. წესისა და რიგით ისეთ ვითარებაში ვცხოვრობთ და ჩვენი ყოველდღიურობა ისეთია, რომ წესით არაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება ამ ორი უზარმაზარი უდიდესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ იყო აბსოლუტურად შოკური. პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის უნივერსიტეტში, პროფესორ მასწავლებლებს. მოწმენდით საძე რომ მეხი გავარდება რაღაც ესეთი ხო, გაოცებული დარჩით ხო? რა თქმა უნდა და მან პირველ რიგში აჩვენა თუ რა ტიპის ხელმძღვანელობის ხელში აქვს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია აი ამ ტრადიციების მქონე ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ამ გაერთიანების გადაწყვეტილების მიღება სულ რაღაც რამდენიმე საათში, მაშინ როდესაც აი ერთ-ერთ აქციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რომ გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით, იქაც თქვი რომ აი დავით აღმაშენებელს დასჭირდა რამდენიმე წელი იმისთვის, რომ მოემზადებინა ნიადაგი გელათის დაფუძნებისთვის და გელათის აკადემიის შექმნისთვის. ჩვენ როგორც წლები დაჭირდა. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ერთს დაგვჭირდა რამდენიმე საუკუნე იმისთვის, რომ უნივერსიტეტი დაგვეფუძნებინა 1917 წელს და 1918-ში უკვე საზეიმოდ გაგვეხსნა. და აი ამ ვითარების გათვალისწინებით რამდენიმე ჩვენს უახლეს ისტორიაში სრულიად შემთხვევით მოხვედრილ პირს მიეცა იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ რამდენიმე საათში გადაეწყვიტა ორი უნივერსიტეტის საკითხი, მათ შორის მე რა თქმა უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ვარ, მისი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი და ასევე დოქტორანტი, ამიტომაც უპირველეს ყოვლისა მე გული შემტკივა ჩემს უნივერსიტეტზე, მაგრამ არანაკლებ შემტკივა გული ტექნიკურ უნივერსიტეტზეც, იმიტომ რომ აქ ჩვენ ამ პრობლემას უნდა შევხედოთ ეროვნული თვალსაზრისით. და მე მინდა აი ჩვენი
ტელემაყურებელი დაფიქრდეს ამ მაგალითზე რა. მე არაფერს არ მოუწოდებ, უბრალოდ ვიცი რომ ამ ტელევიზიის საკმაოდ ბევრი მაყურებელი შეიძლება ითქვას რომ უმეტესობა 2012 წელს ვიცით რა პოზიციაზე იყო, შეიძლება დღესაც იგივე პოზიციაზე არიან. მე ასე ვთქვათ მესმის მათი, მაგრამ უნდა გავიაზროთ რომ არ შეიძლება სახელმწიფო საქმეები გადაწყვიტონ ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც ასე მოინდომეს უნივერსიტეტის საკითხის გადაწყვეტა. ეს არის აბსოლუტური არასერიოზულობა, არასერიოზული დამოკიდებულება და უფრო მეტიც ეს არის მავნებლური დამოკიდებულება სახელმწიფო საქმეების მიმართ. და ამაზე ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ. იმიტომ რომ ეროვნული საკითხი განათლებასთან პირდაპირ მიმბულია, მე ესე ვფიქრობ, წმენა და განათლება ეს არის ორი ის გული, რაც ერთს მოსავს და მოდი თქვათ ესე რომ აი ძალიან მსუბუქად მოეკი, ან ძალიან ჩატეთ გადაწყვეტა. ზოგადად ჩვენ ასე ვეკიდებით უკვე ათწლეულებია განათლების სისტემას. ანუ მე პირადი გამოცდილებით გეტყვით რომ აი სასკოლო სახელმძღვანელოები იწერება რამდენიმე თვეში. რაც ასევე ალბათ ძალიან კატასტროფაა და ფუქსავატორია. ზოგადად რა რეფორმაც ჩატარებულა განათლების სისტემაში ბოლო პერიოდში, ყველა იყო ნაჩქარევი, კარგად გაუაზრებელი, დაუგეგმავი, იცვლებოდა რაღაც მიდგომები მინისტრი და მინისტრამდე და ჩვენთან მინისტრები მოგეხსენებათ რა სწრაფად იცვლებიან. ანუ ბატონო გიორგი, აი კარგად რომ გავიგო, აკადემიური სივრცის გვერდის ავლით ხდება, ხო ეს რა თქმა უნდა, ანუ არ არის კონსულტაციები პროფესორებთან, არ არის ლექტორებთან კონსულტაციები, ანუ აკადემიურ სივრცეს, იმ საბჭოს და რაც არის ახლა ვიცით ხო, ყველამ რაც არის აკადემიური სივრცე, აი იმის გვერდის ავლით ვიღაც პიროვნებები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ კონსულტაციასაც კი არ გადიან ამ ხალხთან, ხო, ვისთანაც აუცილებლად არათუ ხალხსაც უნდა კითხონ, მე გრევთული, ყველა მოსახლეობასაც უნდა კითხონ, რომ როდესაც ესეთი მნიშვნელობის უნივერსიტეტები, მაგრამ პირდაპირ ვისაც მიემართება და მართლა რომ უნდა ეკითხებოდნენ, იმაცაც გვეცულია, ხო? რა თქმა უნდა, და აი რიტორიკას რო დავაკვირდეთ, ახლა ოფიციალური პირების საუბრებში რა იყო, თითქოს ჩვენ გვაბრალებდნენ ამ უბედურებებს და პრობლემებს განათლების ამ სისტემაში. არა და ნახეთ, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების ასე ვთქვათ, დამცველი არგუმენტი რა ჰქონდათ, რომ ხარისხი გამოესწორებინა და დაუშვათ ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა ისეთი პროგრამები ჰუმანიტარული მიმართულებით, რომელიც ვერ უძლებდა ასე ვთქვათ კრიტიკას. ასე იყო ვთქვათ მათი ოფიციალური რიტორიკა. მას ბოლო 13 წლის განმავლობაში თუ კი ამა თუ იმ უნივერსიტეტს ჰქონდა პრობლემა სწავლების მიმართულებით, ვინ და რატომ აძლევდა მათ პროგრამებს აკრედიტაციას? ისევ თვითონ. და თუ კი პრობლემა იყო, ამ პრობლემას უნივერსიტეტების გაერთიანებით კი არ წყვეტენ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში. არამედ წყვეტენ იმით, რომ იმუშაონ ან პროგრამის გაუმჯობესებაზე, ან თუ ის ვერ პასუხობს მოთხოვნებს, მაშინ მას უბრალოდ არ უნდა მიენიჭო აკრედიტაცია. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, ლოგიკური გამოსავალი. ანუ როგორ აბსურდში ვტრიალებთ, ხო, რაღაც მაგიურ წრეზე აბსურდის, რომ თითქოს რაღაცა აი არც ის დაიჯეროთ, აი ტელემაყურებელს მიმართავ, არც ის დაიჯეროთ, თითქოს მიზანი არის ჩვენი უნივერსიტეტების მოხვედრა მსოფლიო უნივერსიტეტთა საუკეთესო ასეულში ან 200-ში. თუ კი ახლა ვართ 1200 ადგილზე, ორი ასეთი უნივერსიტეტის გაერთიანებით ელემენტარული მათემატიკა და მოწმება ამაში, რომ ასეულში ვერ მოხვდებით ნამდვილად და 1000-ულშიც კი. ვიცი რომ ვერ მოხვდებით. არა, ძალიან ნიშადობლივი იყო და ძალიან გულზე მომხვდა აი ერთი უხსენებლის, ერთ-ერთი მთავარი უხსენებლის ესეთი მიმართვა, რომელი არის ახლა კემბრიჯიო და რომელი არის ოქსფორდიო, ანუ რაღაცა ესეთი თამამცირებელი მიდგომა. და თავად ეს ადამიანი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი. ანუ ეს კიდე დამატებით პრობლემაა, როდესაც საკუთარ უნივერსიტეტს ამცირებს. ხო და თან არა, ისეთი ნათქვამი იყო, აი აბუჩათ აგდების, ეხლა გახტაო კემბრიჯიო და ეხლა გახტაო ბატონებო და ჩემო მაყურებლებო და ქართველებო, ჩვენთვის ილიას და ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და გპი ოქსფორდიც არის, ჰარვარდიც არის და კემბრიჯიც არის და რა ვიცი, მე ეგრე ვხედავ. იმიტომ რომ ეს ისეთი ხალხის ნამოღვაწარია და ესე არის, რაც ჩვენ შევძელით და კიდევ თქვენ ახლა ისტორიკოსი ბრძანდებით და ჩემზე უკეთესად იცით, რა აქვს ამ ქვეყანას გავლილი და უნივერსიტეტები რო შევძელი და კავკასიაში წამყვანები რო ვიყავით, ამის არ დანახვა და ახლა
რაღაც ქილიკით ამაზე ლაპარაკი, მე მგონია რომ ძალიან შეურაცხყოფელი არის. უპირველეს ყოვლისა, აი იმ აკადემიური სივრცისთვის და თავის ხალხისთვის. ოფიში გეუბნება რომელი ოქსფორდი და ეს ახლა ხო ხტებით რა იქ იმას სადგურის მოედნიდან სანამ საბურთალოზე გადახარ ხა ჯაჭვი ჩაგიყენე ერთმანეთი არ დახოცროთ ხო პირში გვეძახიან ხო რა ეს უკულტურო ხალხი ხართ ავტობუსში კონტროლი გინდა მეტროში კონტროლი გინდა მალე ალბათ გვეტყვიან მეზობლებს რომ დაელაპარაკებით ჩემი ოფიცერი უნდა იდგეთ რომ არ იჭხუბოთ ხო აი ნუ აქეთ არ მიდის არა არის აბა ეს დამოკიდებულება რომ ახლა რომელია ოქსფორდი ახლა გახთაო ოქსფორდი და ეს ხო არ ვიცი და ოქსფორდის დაფინანსება არის შესატყვისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებისა როგორ გეკადრებათ ანუ ისე პატრონობს სახელმწიფო ამ უნივერსიტეტებს რომ მათ მიეცეთ იმის რეალური შესაძლებლობა რომ თუ ვერ გაუსწრებენ ყოველ შემთხვევაში მიუახლოვდნენ საერთაშორისო ასე ვთქვათ საერთაშორისო ცნობილ სასწავლო მაგრამ აქ გულზე მოსახვედრი ის არის რომ თვითონაც ხო იციან რომ ეს არ ხდება დაფინანსება და ეს ხო ინფრასტრუქტურა თუ რაც არის ეს არ ხდება და პირიქით კი ბატონო და ამ დროს ქილიკი ეს არის ჩემი აზრით ლიციმერიის მწვერვალი რა თქმა უნდა ეს არის კორპუსებს ართმევენ ხო აი უსინდისური აი უკვე ჩანს როგორ არ უყვარს თავი აი ეხლა რომ გესაუბრებოდით რომ როგორც მიატოვეს ხო ჩვენი ვარსკვლავები რუსთაველის კინოთეატრი გაყიდეს კი პირველი კინოსტუდია დანელია შენგელაია ყველას ვარსკვლავები იქ არის კოვერიძე იქ არის ლეილა აბაშიძე იქ არის და რაღაცა გაუგებარი იმის რა ქვია სამშენებლო კომპანიის წინ ჩვენი სათაყვანებელი ხალხი ვარსკვლავებია და ხან ქოთნები ალაგია ზევიდან და ხან როგორც უნდა ეხლა მე როგორ გავამტყუნო არაბს შენ არ გინდა შენი შენ არ გიყვარ შენი და არავის შუაშია ბატონო მე ვერაფრით ვერ ვამტყუნებ ბატონო გიორგი ჩვენი ეხლა თავი თემა რო გადავიდეთ ხო რისთვისაც მოგიწიეთ მე წინაზე მქონდა ეს ანონსი და კი ვიცი თქვენ საბჭოზე ბრძანდებოდით მაშინ და ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეც ესე ვთვლი და მე მინდა ეხლა ძალიან გახშირდა Facebook-ს ვნახე და სხვა საინფორმაციო ველშიც შემხვდა აი ბატონ ზვიად გამსახურდიაზე ძალიან გახშირებულია ნუ ბევრი ზუსტად ისე აგიქვამს, რომ ის იყო დიდი მამულიშვილი. მე აფის არ ვამბობ მერაბ კოსტავაზე. მერაბ კოსტავა რაღაცა ალმასივი დარჩა, მართლა არ მეგულება ადამიანი და არ შემხედრია მისი გამლანძღველი. ნუ ალბათ არ ვიცი ახლა ეს ისი ბრალია, მაგრამ ბატონ ზვიადიზე ისეთი რაღაცები შემხვდა, რაც ჩემში შეშფოთებასაც იწვევს, სინანულსაც იწვევს, აი ესეთი დაუნახაობას არ ვიცი, როდის დაიწყეს ეს დავარქმები ინსუნაციებს, აი ესეთ რაღაც ანტალახისროლა, არ ვიცი, მე ბავშვი გახდით მაშინ მე ვარ 80-იანი 25 დეკემბერს დაბადებული და ვიყავი ბავშვი 9 წლის და 10 წლის 11 წლის, ნუ როცა ეს ყველაფერი ხდებოდა და კი, ყველა ოჯახში მიდიოდა ლაპარაკი, მაგრამ მე ახლა ესე არ ვიცი. აი თქვენ რა თქმა უნდა ბევრად გაცილებით ბევრი იცით ჩემზე და აი ეს კითხვა იქნება ჩემი პირადად რომ რას ერჩიან ბატონო გიორგი ზვიად გამსახურდიას აი მოდი ესე ზოგადად ვიკითხავ რა აი რატო სვრიან ტალახში და რატო აი ერთ რაღაცა შემხვდა იმან მოინანიაო და გაკომუნისტაო და ერთი ძახის სომხებს და იმეებსო რა ქვია ბერძნებსო ისე თქო ქვიდასდევდაო და აქედან ყრიდაო და რაღაც ნუ ეს რაღაც ბანალურები რაც შემხვდა და მე დარწმუნებული ვარ კიდე ბევრი ექნება პროპაგანდას და აი არ ვიცი ხუნტის წევრები არიან ვინ არიან ისე ვის კომუნისტური წითელი ნომენკლატურაა დარჩენილი მე ერთი რაც ვიცი სადღაც დეკემბერში ხელი შესთავაზეს სესენგეში ხელის მოწერა არ მოაწერა და 22 დეკემბერს უკვე დაუწყეს თუ რაც დაიწყო ეს თელი უბედურება და აი ბატონო გიორგი თქვენ რომ მითხრათ აი რატომ არის ბატონ ზვიადეზე ესეთი მდგომარეობა და საერთოდ რა იყო სინამდვილეში რა არის აქ მითი და კი ბატონო როგორი ანუ ჩემი თვალსაზრისით ზვიადი იყო გმირი გამორჩეული დემოკრატი ადამიანი რომელიც დასავლეთისკენ მიდიოდა ამერიკაში დროშა აუწიეს ვიცი აქვს ტეჩესაც გამონათქვამი რომ ეგეთი პრეზიდენტი ყველას ქვეყანას დაამშვენებდა და უცებ ეს კაცი რაღაცნაირად შეიყვანეს რაღაც აი ოდიოზურ ფიგურად უნდათ რომ აქციონდა
აი ამის და გამო ბატონო გიორგი. კი ბატონო, ეს არც გუშინ დაწყებულა, არც 91-12 წლებში, ეს დაიწყო ბევრად ადრე, კერძოდ 1956 წელს. როდესაც ზვიად გამსახურდიამ მიერ ორგანიზებულმა ორგანიზაციამ, გორგასლიანმა თბილისის ქუჩებში გამოაკრა პროკლამაციები, რომლითაც ქართველ ერს მოუწოდებდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისაკენ. და შეახსენებდა, რომ სინამდვილეში კომუნისტებს 56 1956 ხო, მეც არ ვიცოდი ეს ფაქტი და გაოგნებული ვარ. მაშინ სკოლის მოსწავლე იყო ჯერ კიდევ. ამავე ორგანიზაციაში იყო მერაბ კოსტავა, ამავე ორგანიზაციაში იყო გურამ დოჩანაშვილი და რამდენიმე ახალგაზრდა, მათი თანატოლი. თუმცა, ყველა აღიარებდა მაშინაც და დღესაც რომ ზვიად გამსახურდა იყო მთავარი ორგანიზატორი ამ ყველაფრის. ამ ორგანიზაციას ერქვა გორგასლიანი და ცენტრალურ ქუჩებში გამოაკრეს ეს პროკლამაცია. რა თქმა უნდა, მაშინვე გამოაშკარავეს ისინი და მაშინვე დააპატიმრეს და აი ამ სასამართლო პროცესის პარალელურად უკვე დაიწყო მათი გაშავება. რა მეთოდებით? მაგალითად, მთავარ ოფიციალურ გაზეთში კომუნისტში ქვეყნდება წერილი, რომელსაც ეწოდება სარეველა, რომლის ძირითადი სათქმელი არის შემდეგი, რომ აი ზვიად გამსახურდია და მისი თანატოლები არიან სარეველა მობიბინე ბალახში, მობიბინე ჯეჯილში. ანუ კომუნისტური ახალგაზრდობა არის ეს მობიბინე ჯეჯილი, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება გამოერევა სარეველა ხოლმე და ეს სარეველა უნდა ამოიძირკვოს. რა თქმა უნდა და იქ დაიწყო უკვე ეს დეზინფორმაცია. თითქოს ეს ახალგაზრდები სინამდვილეში იყვნენ ხულიგნები. თითქოს ისინი შეურაცხყოფდნენ თავიანთ ოჯახებს, არა მხოლოდ თქვა საბჭოთა ხელისუფლებას და სახელმწიფოს, რომ ისინი ქუჩებში ხვდებოდნენ გამლველებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ და ასე შემდეგ. ის მეთოდები გაშავებისა, რომელსაც დღემდე იყენებს, ასე ვთქვათ, იყენებენ ხოლმე სისტემები და რეჟიმები. მართალია მაშინ საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს კონსტანტინე გამსახურდიამ, გალაქტიონ ტაბიძემ და სხვა საზოგადო მოღვაწეებმა, რომლებიც ერთგვარ თავდებში ჩაუდნენ ამ ახალგაზრდებს და ხრუშოვს მიეწერებეს ეს სიტყვები, მეტი საქმე არ გვაქვს ახლა ბავშვების რო გვეშინოდესო. ამიტომაც ეს საქმე მალევე ჩაიფარცხა, ისინი გაათავისუფლეს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ არ შეწყვიტეს ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ 56 წლიდან მათ მიმართ გამოიყენებოდა ზეწოლის, დაშინების, მუქარის თითქმის ყველა მეთოდი. შემდეგ რამდენიმე წელიწადში ისევ დააპატიმრეს, შემდეგ 70-იან წლებში მოგეხსენებათ, რომ უკვე ისინი იწყებენ უფრო მასშტაბურ დისიდენტურ მოძრაობას, აქვეყნებენ არალეგალურ ჟურნალ-გაზეთებს, თქვათ გამოაშკარავებენ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, აქვთ კავშირები ისევ და ისევ დასავლეთთან. აქედან ინფორმაცია გააქვთ დასავლეთში, მოგეხსენებათ საბჭოთა სისტემა თუ რაოდენ ჩაკეტილი იყო. მართალია ზვიად გამსახურდია მაგალითად კლასიკური ტიპის დისიდენტი არ გახდათ, იმიტომ რომ ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, რომელიც დისიდენტურ, ასე ვთქვათ, ხაზებს, ასე ვთქვათ, ითავსებდა და იყენებდა იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები გაეცნო უპირველეს ყოვლისა დასავლეთისათვის. რატომ? იმიტომ რომ მაშინ დასავლეთში სასაცილოდაც არ ეყოფოდათ პატარა საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჰელსინკის შეხვედრის შემდეგ თქვათ შეთანხმდნენ საბჭოთა კავშირის საზღვრებზე და ამ საზღვრებში ჩვენც მოვიაზრებოდით. და ზვიად გამსახურდიამ აი ეს დისიდენტობა აირჩია იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს პრობლემები, ასე ვთქვათ, დასავლეთში გააქტიურებულიყო. ამ პერიოდში რა მეთოდებს იყენებს უშიშროება? მაგალითად, მათ აცხადებენ დასავლეთის აგენტებად. აი, ნაცნობია, უკვე მეცნო. კი, გლობალური ომის პარტია. ჩავთვალოთ, რომ მსგავსი რიტორიკა გვაქვს მაშინაც. ესენი ერთი ცნობილი პოეტი პირდაპირ თქვათ, რეზო ამაშუკელი ამ დროს წერს ლექს, რომელსაც არქმევს ღამურები. და ზვიადს და მის თანატოლებს, მის თანამებრძოლებს ადარებს ღამურებს. ანუ აქ ფაქტობრივად არის შედარება თაგვთან, რომელმაც მოინდომა ფრენა, ანუ უფრო მეტის მიღწევა, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაიქცა ღამურად, რომელიც გნევში ზის.
მაგალითად ერთის ღამურა პატარა ეს რომელიც ბნელში ზის და ჩვენ გვიმწარებს ცხოვრებას. რეზო ამაშუკელს არ მოსულია კარგად. ხო და ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა მაგაც რაღაც აქვს ისეთი ლექსები. ხო ჩვენი უახლესი ისტორიის მაგალითად ადამიანი მაინც მარტოა და რაღაც ხო რა თქმა უნდა არა აქ ჩვენ არ ვეხებით როგორც პოეტს ის მას შესანიშნავი ლექსები აქვს დაწერილი მაგრამ როდესაც პოეტი და ზოგადად ხელოვანი პოლიტიკაში ჩაერთვება შემდეგ მას უწევს ხარკის გადახდა არსებული რეჟიმებისათვის და სხვა შორის გალაქტიონსაც დააწერინეს კოლექტივო მხარი-მხარო ეგეც მაგ წაგებს ხო ანუ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრების პირობები უბრალოდ რომ გადარჩე და თან გადარჩე როგორც ხელოვანი გჭირდება მსგავსი ხარკის გადახდა მისთვის და ფიზიკურად რო გადარჩე აი ერთი შედარება აქვს ერთ-ერთ შესანიშნავ კრიტიკოს კონსტანტინე გამსახურდია გავს ადამიანს რომელიც მიდისო სახლში და მოსდებენო გააფთრებული ძაღლებიო და უგდებს მათ გზაზე რაღაც ნაჭრებს იმისთვის რომ შეაყოვნოს ისინი და სამშვიდობოზე გავიდესო აი ასეთია ტოტალიტარულ რეჟიმში ხელოვანი ცხოვრება ზოგიერთი სწორედ ამ ასე ცხოვრობდა რომ როგორმე გადაერჩინა საკუთარი თავი და საკუთარი ხელოვნება. ნუ ზოგიერთი პირდაპირ კოლაბორაციაში შედიოდა და ზოგჯერ თქვათ იქით აქტიურობდა კიდეც რეჟიმის წინაშე რომ უფრო მეტი ის მიიღო სიკეთეები და რომ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას ამ დროს ისინი ცხადდებიან აგენტებად ისინი ცხადდებიან მოღალატეებად თქვათ საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანებად დისიდენტებზე ზოგადად ისეთ რაღაცებსაც აუცელებდნენ მაგალითად ზუგდიდში შეიქმნა ერთ-ერთი დისიდენტური ორგანიზაცია რომლის ხელმძღვანელი იყო ინდიკო ქობალია რომელსაც დასწამეს რომ იმჟამად მოწამლა ასე ვთქვათ სიმინდის მოსავალი ასე ვთქვათ დასავლეთის იმპერიალისტური ქვეყნების დაფინანსებით მოწამლა მოსავალი კიდევ კაი ფილმში რო კიდევ კაი ის არ დასწამეს რომ გვირაბსწყიდა ინგლისამდეო ის იმაში რო მონანიებაში ზუსტად ამას ასეთ აბსურდამდე მიდიოდა მაშინ ზოგადად ბრალდება საბჭოთა ხელისუფლება ძლივს მოაგროვეო ის რო ეუბნება ძლივს მოაგროვეო კაცელი რამე კი ბატონო შემდეგ აპატიმრებენ დიახ შემდეგ აი ეს ეგრეთ წოდებული მონანიების მომენტია, რომელსაც ალბათ დაუბრუნდებით და ცალკე შევეხებით, მაგრამ აი საბოლოო ჯამში ეს ხაზი რო გავაგრძელოთ, მე რო უკვე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა იატაკქვეშეთიდან გამოდის, იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, მასობრივი ხდება ეროვნული მოძრაობა, შემდეგ გვაქვს 99 წლის 9 აპრილი, 90 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები და საბოლოო ჯამში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მოდის ქვეყნის სათავეში. რომელმაც მიზნად დაისახა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მან განაცხადა, რომ უარს ამბობს გორბაჩოვისეულ ახალ პროექტზე, ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შექმნისა, ვაცრავად, თითქოს საბჭოთა კავშირი უნდა გარდაქმნილიყო უფრო დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, გაერთიანებად. მაგრამ ეს რა თქმა უნდა იყო ახალი სადაც წაშლილი იქნებოდა, ხო, საბჭოთა კავშირის შემავალი რესპუბლიკების ის დამოუკიდებელი სახე წაშლილი იქნებოდა, ხო, არა, ფორმალურად თითქოს უფრო მეტი სუვერენიტეტი ენიჭებოდათ, ასე ვთქვათ, რესპუბლიკებს, სუბიექტებს. სახელმწიფოს ერქმეოდა არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, არამედ სუვერენული, ასე ვთქვათ, ქვეყნების კავშირი. და ასე ვთქვათ, უფრო დემოკრატიულ საბჭოთა კავშირს ვიღებდით საბოლოო ჯამში. თუმცა ზვიად გამსახურდია აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირისგან და ზოგადად რუსეთისგან დემოკრატიული ქვეყანა არასდროს არ გამოვა. ჩვენ ვარ დაპყრობილი ქვეყანა და არ გსურს ამ თუნდაც განახლებულ საბჭოთა გაერთიანებაში დარჩენა და მივდივართ სრული დამოუკიდებლობისკენ. ზვიად გამსახურდა იყო ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი გორბაჩოვისეული აი ამ პროექტის რეალიზებისა. ამიტომაც იყო მის მიმართ განსაკუთრებით მიმართული დეზინფორმაციული მანქანა, როგორც ქვეყნის შიგნით, რომ შეერყიათ მისი ლეგიტიმაცია, ასევე განსაკუთრებით უცხოეთში, უპირველეს ყოვლისა დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა მას არ მოეპოვებინა ავტორიტეტი და მხარდაჭერა. ეს იყო უმთავრესი მიზანი და
გარკვეულწილად ამან შედეგიც გამოიღო, იმიტომ რომ 91 წელს იმჟამინდელი ლიდერები დასავლეთისა, რომ ჩვენ სათანადოდ არ გვიჭერენ მხარს და ეს ფაქტია, სამწუხაროდ არის უპირველეს ყოვლისა დამსახურება იმ დეზინფორმაციისა, რომელსაც რუსეთი იმჟამად საბჭოთა, ასე ვთქვათ, რუსეთი და საბჭოთა კავშირი აწარმოებდნენ. ამბობდა რომ აი მე დემოკრატიულად ვიქმნები, მჭირდება დრო და ესენი არ მომყვებიან და ეხლა რაღაც უნდათ რაღაც რომ ესენი ნაციონალისტები არიან. პარტიკულარიზმული იდეები აქვთ, გასვლა უნდათ, რაღაც თავისი უნდათ, რომელიც არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს საქართველოს ისტორიას მართლა არ იცნობდა ეს ამერიკა, ევროპა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და ვინც იცნობდა მაგალითად რიჩარდ პაიფსი, ის უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს დამოუკიდებლობას. ვინც იცნობდა. ვინც ჩვენ ქვეყანას იცნობს, ეხლა ფაქტია 3000 წელია ვიქნებთ ხმალს თავისუფლებისთვის ხალხო და რა სისხლი და არის დაღურილი აქ რამდენჯერ დავამტკიცეთ ხო კაცობრიობას რომ ჩვენ ვართ ამის ღირსები. ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა, ჩემთვის ძალიან საწყენია როცა ესე რა ვქნათ. და დღევანდელი პროპაგანდა ხშირად იყენებს ზვიად გამსახურდია ზოგადად დასავლური სამყაროს, ევროპის, ამერიკის, ასე ვთქვათ, გასაშავებლად. მე მინდა ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა კრიტიკული გამონათქვამები, განცხადებები, მაგრამ არა ზოგადად ევროპისა და ამერიკის მიმართ, არამედ ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ. მაგალითად, იგივე მამა ბუშის მიმართ, იგივე ჯეიმს ბეიკერის მიმართ, მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს, ეს არ იყო დამოკიდებულება ზოგადად ამ დასავლური სამყაროს მიმართ, არამედ იმჟამად მისი ლიდერების მისამართით იყო მხოლოდ ეს განცხადებები გაჟღერებული. თორემ რამდენადაც სამართლიანი. რა თქმა უნდა, იმჟამად ამერიკის ადმინისტრაციამ დაიჯერა, რომ შესაძლებელი იყო რუსეთის გადემოკრატიულება. აი ამის დაიჯერა და თან მით უმეტეს ახლა ნახეთ ჩვენ მათაც უნდა გავუგოთ ამ თვალსაზრისით. საბჭოთა კავშირი დედამიწის 1/6 ტერიტორია. ამ 1/6 ტერიტორიაზე მათ ეშინოდა დიდი აფეთქების, ჩამოშლის, ქაოსის, ბირთვული იარაღის სრულიად უცნობი ადამიანების ხელში აღმოჩენის, ანუ არაკონტროლირებადი უმართავი პროცესების, ამას რა თქმა უნდა მოყვებოდა შემდეგ მასშტაბური მიგრაცია საწავიდოდა ეს ხალხი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა დასავლეთში. ამ ყველაფრის რომ ეშინოდათ, ამ შიშის ფონზე ისინი ცდილობდნენ, რომ როგორმე უფრო, ასე ვთქვათ, ევოლუციური პროცესით განვითარებული იყო ეს ყველაფერი და ელაპარაკათ ერთ კაცთან, ამ შემთხვევაში გორბაჩოვთან, ხო? ვიდრე ვთქვათ, რაღაც ქაოსურ სიტუაციაში წარმოქმნილ რამდენიმე ლიდერთან. აი ამ თვალსაზრისით მათ რაღაც არგუმენტი აქვთ, მაგრამ დრო მაჩვენა, რომ ზვიად გამსახურდიას ხედვა, რომ საბჭოთა კავშირი აუცილებლად დაინგრეოდა, ის ვერ გადარჩებოდა, რომ მისი რუსეთის გადემოკრატიულება შეუძლებელი იყო. ანუ დრომ გვიჩვენა, რომ ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას ხედვა სწორი და მართალი იყო, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში აი ეს ხედვები უბრალოდ არ დაემთხვა ჩვენი და მათი. და ზოგადად გამსახურდიას პროდასავლურობა მე მგონი ეჭქვეშ არავინ არ უნდა დააყენოს, იმიტომ რომ ჯერეთი მისი როგორც პიროვნების მსოფლხედველობა დგას, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ქართულზე და ეროვნულზე, მაგრამ ამასთან არის მიბმული დასავლური ცივილიზაცია. უიტმანი ჩაგეჭრებით პირველი მან თარგმნა და ამერიკელი ეს დიდი პოეტი შემოიყვანა საქართველოში. ბევრი ნაშრომები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ესაც გამახსენდა ეხლა და აი წარმოიდგინე ადამიანი ამერიკული პოეტი შემოყავს თარგმნს და როგორ შეიძლება ეს არ იყოს დასავლურად მოაზროვნე. მე ვიცი რომ ზუსტად გამსახურდია იყო მართლაც ევროპისკენ და ევროპულად მოაზროვნე და ნამდვილად უნდა საქართველოს ყოფილიყო იმ თანამეგობრობაში რაშიც დღეს უკვე უკან გვახევინებენ, რაშიც მივისწრაფოდით, ხო? აი ორი წელია უკვე, ესენი რასაც აკეთებენ, გიხედავთ გამყიდვლები ესენი. უფრო მეცაც გეტყვით, 91 წელს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს პირველად ჩვენ დავაფიქსირეთ ოფიციალურად, რომ მივისწრაფვით ევროინტეგრაციისკენ. ჩვენი დელეგაციები პირველად სწორედ ზვიადის დროს ჩავიდნენ ბრიუსელში, როგორც ევროპარლამენტში გამართეს ოფიციალური პრესკონფერენცია და შეხვედრა და გააცნეს საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. ამ დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი. ასევე მაშინ შედგა პირველი შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში, ნატოს გენერალურ მდივანთან. ეს იყო ოფიციალური დელეგაცია და მაშინ ოფიციალურად განაცხადა საქართველოს, რომ ის მიისწრაფვის სწორედ ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრობისკენ. და რატომ? იმიტომ რომ როდესაც შენ გსურს რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ააშენო, შენ გჭირდება ძლიერი მოკავშირე.
იმის ესე ვთქვათ, გასაბათილებლად არა, უფრო ასე ვთქვათ, წონასწორობისთვის, რა თქმა უნდა, ბალანსისთვის, რეგიონული ბალანსისთვის. თან ჩვენაირ პატარა ქვეყანას და განვითარებად ქვეყანას მოკავშირე აუცილებლად ჭირდება ძლიერი მოკავშირე. და ეს დაიწყო სწორედ ზვიად გამსახურდიას დროს. პირველივე განცხადებაში, რომელიც მიიღო მისმა ხელისუფლებამ 90 წლის ნოემბერში, იქ უკვე ფიგურირებს ევროინტეგრაციის საკითხი და იქ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ ფრთხილ დიპლომატიური თვალსაზრისით უაღრესად მოზომილ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ გვესმის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა თქვენში იწვევს, მე ახლა რა თქმა უნდა პერიფრაზირებას ვახდენ ამ ყველაფერს. გვესმის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა თქვენში იწვევს გარკვეულ შიშებსა და საფრთხეებს. და თქვენ გონიათ, რომ მისი დაშლა წარმოქმნის უამრავ, ასე ვთქვათ, ქაოსურ კერებს მის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ ვიქნებით გარანტია კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარემოს შექმნისა და კავკასიის რეგიონი საქართველოს უპირველეს ყოვლისა იქნება დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის დამაკავშირებელი, ასე ვთქვათ, ხიდი. ამ ფუნქციას ის იკისრებს და პირიქით საქართველოს დამოუკიდებლობა ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპისათვის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ახალი ქოლგის შექმნას. აი ამას თავაზობდა გამსახურდიას ხელისუფლება დასავლეთს და პირველ რიგში საქართველოს და რომც მოინდომონ მისი გამოყვანა როგორც ასე ვთქვათ ანტიდასავლელის ეს არ გამოვოთ, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტების საფუძველზე მსჯელობს და არა მხოლოდ ჩვენი სურვილების. მე ყველას წინაზეც მოუწოდე და თუ შეხედავენ სხვათა შორის YouTube-ზე არის მისი ლექციები, როგორც ვეფხისტყაოსანზე კიდევ აქვს წინვალი ლექციები, იქ მისი სიტყვებიდან პირდაპირ ჩანს, რომ ის ნამდვილად არის პროევროპული ადამიანი და ის ისტრაფის და მისი მთავარი სურვილი არის, რომ საქართველოს მოხდეს აი ამ სტრუქტურებში, ზუსტად აი ამ გაერთიანებებში და საქართველოს გახდეს, კონდეს თანდასწრება მსოფლიოსთან. რა თქმა უნდა. აი ხა რაც შეეხება აი დღეს მე რაც გითხარით ხო აი ეს ჩირკის მოცხებას თქვენ თქვით რომ 46 კი ბატონო დამარცხდა ხო კაკები დამარცხდა დამარცხდა მოდი პირობითად ვიტყვი გამოვედით ხო იმ სტრუქტურიდან და ეს რომ მეც გაგძელდა უკვე ქართველის ენით და ქართველის ხელით და ამით აი ეს რაღა არის ბატონო გიორგი ხო აქაც საგარეო ხელი იყო გადამწყვეტი რა თქმა უნდა საქართველოში კარგი, მისი დავალებით, მაგრამ ხო ესენი ასრულებენ არა, თავის ერიშვილზე და ყველა ადამიანზე რო ესე იოსუბუქა შეგიძლიათ ალახი ესროლო, უკვე არა ხარ ხო იმ შენერის. ხო. ხვდებით ხო, რასაც გულს. ჩვენს ეროვნულ ხასიათზე ძალიან ბევრ დიდ ადამიანს გამოუთქვამ საკუთარი თქვათ აზრი უჩემოდ ვინ იმღერეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ წუხილი ძილიას უწუხდა მაგრამ რა თქმა უნდა და ეს ჩვენს ეროვნულ ხასიათში ძდევს ასე თქვათ აი ბოდიში ბატონო გიორგი აი მინდა ერთი რაღაცა ეხა უბრალოდ მომევიდა თავში რო არ თქვა არ შეიძლება კონსტანტინ გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენა როგორც მთავრდება პირდაპირ ახთა თავის შვილზე იქ ბოლო გვერდზე არის ესეთი რამე რომ თუ კი ვინმე კარგი გამოგვერევაო როგორც ყვავები და ავესებით და თვალებს დავთხრითო და პირდაპირ გაცხადდა ჩემი აზრით მის შვილზე აი ის წინასწარ ამ წერლის წინასწარ მეტყველება რა და ის ხასიათი იმიტომ წერალი ხედავს ერის ხასიათს ჩემი აზრით ყველაზე მეტად მწერლები პოეტები ხედავენ ერის ხასიათს ხო ჩვენი ხასიათი ეხლა შევხედოთ ტელევიზიებს შევხედოთ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესებს დღესაც მშვენივრად ჩანს ჩვენი ხასიათი, ჩვენი ეროვნული ხასიათი და მით უმეტეს გულობა ხო, მით უმეტეს მაშინ ეს ყველაფერი ამოიფრქვა, იმიტომ რომ ჩვენ ხო 70 წლიანი აი მაინტერული დამოკიდებულება მხართეძოზე თქო ჯიღების თქმა და ყანწის ტრიალი გულზე და ურთიერთდაპირისპირება, ურთიერთქიშები, ურთიერთშუღლი, შური და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აი ჩვენი ეს ეროვნული ენერგია თითქოს ამოიფრქვა აი ესე უცებ იმიტომ რომ 70 წლის განმავლობაში ჩვენ ვიჯექით ციხეში და უცებ რომ თავისუფლებაზე გავედით აი ჩვენი ეს ენერგია რომელსაც აი 70 წლის მანძილზე ვზოგავდით ამოიფრქვა მათ შორის პოზიტიური მაგრამ ამავე დროს ნეგატიური თვალსაზრისითაც აი ეს შიდა დაპირისპირებები ხა ზვიადის მიმართ ვის და რა პრეტენზიები ჰქონდა უპირველეს ყოვლისა მოდი ვთქვათ ინტელიგენციაზე ზვიად გამსახურდია ინტელიგენციის შიგნით ყოველთვის იყო თეთრი ყვავი. ის ხომ კონსტანტინე გამსახურდიაშვილია, ის იგივე სოციალური წრიდან არის,
ინტელიგენციისა, მაგრამ ის განსხვავებული მეთოდებით იბრძოდა ყოველთვის, ის ყოველთვის მოუწოდებდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ და დანარჩენებს ზვიადის მიმართ გაუჩნდა თანდათან წინააღმდეგობა რა. გარიყეს საკუთარი რიგები და 77 წლის მწერალთა კავშირის ხდომა გავიხსენოთ, ლიტერატურის ინსტიტუტი გავიხსენოთ, მანამდე მე რო არ ვიცი რა მოხდა მის დაპატიმრებას უძღოდა მისი გარიყვა სოციალური თვალსაზრისით საზოგადოებისაგან. ანუ ჯერ ის დაგმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებამ რექტორატის ხდომა გაიმართა დაპატიმრებამდე. შემდეგ ის გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. შემდეგ ის დაგმეს და გარიცხეს ლიტერატურის ინსტიტუტიდან. აი ეს რა თქმა უნდა ზემოდან მოსული დავალება იყო რომ ასე თქვა ჯერ მომხდარიყო მისი გაშავება პარალელურად პრესაში იბეჭდება საშინელი სტატიები და წერილები მასზე რომ ის არის აგენტი და ასე თქვა მოღალატე და შემდეგ ხდება მისი დაპატიმრება. რა თქმა უნდა ზვიადსაც უყალიბდება სერიოზული უკმაყოფილება აი ამ ინტელიგენციის მიმართ და თავად ინტელიგენციის წარმომადგენლებსაც აქვთ მის მიმართ მიუღებლობა. შემდეგ ეს რანაირი ინტელიგენცია არის პარცელო უბრალოდ ვერ გებულობ ეხა მე მესმის ხო მაშინდელი პროფესორი რაღაცა მაგრამ აი ვერ მივხვდარ ვარ ეს ანუ ალბათ მეტი არც იყო ინტელიგენცია და არც არსებობდა ანუ ეს რანაირი ინტელიგენცია როცა ესეთ ერიშვილს გარიყავს და იმ მოსკოვის დავალებებში ასრულებს ნუ ამას ინტელიგენცია ეწოდება საერთოდ მე არ ვიცი უბრალოდ ნუ ზოგიერთს შესაძლოა გულწრფელად წამდა რომ ზვიადის გზა იყო მცდარი იმჟამად და იმ პერიოდში დარწმუნებული ვარ ბევრი ასე თქვათ ვერ იფიქრებდა იმას რომ გავიდოდა რამდენიმე წელი და საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ანუ ზვიადის გეგმა რომ მიღწეულიყო საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო და მაშინ ამის არ ჯეროდათ. და ზვიადს მიიჩნევდნენ ქარის წისქვილებთან მებრძოლ ადამიანად, რომელიც ფუჭად კარგავდა დროს, ენერგიას და ქმნიდა მათთვისაც პრობლემებს, დამატებით პრობლემებს, იმიტომ რომ 1 და 2 ადამიანი ამ სისტემას ვერ დაანგრევდა. ეს იყო მათი წარმოდგენა და მიდგომა ამ საკითხისადმი ზოგიერთებისა. ყოველ შემთხვევაში შეიძლება მათ გულწრფელად უბრალოდ არ ჯეროდათ ამ გზის და ამიტომ არ იყვნენ მის გვერდით. და შემდგომ რაც მოხდა უშუალოდ ეროვნული მოძრაობის შიგნით განხეთქილება, ეს კიდე ცალკე საკითხია. აქ მას უპირისპირდებიან დისიდენტური მოძრაობის შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ზურა ჭავჭავაძე, გია ჭანტურია, თამრიკო ჩხეიძე. აქ გარდა იმისა, რომ ზოგადად ეროვნულ მოძრაობაში ძალიან ბევრი დიდი ალბათობით იყო ჩანერგილი, ამას თავი რო დავანებოთ, იმიტომ რომ ხა აქ დოკუმენტური თვალსაზრისით ამაზე ვერც ვისაუბრებთ. აი მე მაქვს ერთი ამოხსნა ამ დაპირისპირებისა 1978 წლის 14 აპრილი. ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნებისთვის ბრძოლის მომენტი. ამ დროს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა უკვე დაპატიმრებულნი არიან. ისინი 77-ში დააპატიმრეს. ანუ ისინი არ არიან ამ მოვლენების ეპიცენტრში. და ეს გამარჯვება ძირითადად მოიპოვეს იმჟამად სტუდენტებმა გია ჭანტურია იგივე თამრიკო ჩხეიძეს ხო აკაკი ბაქრაძე ნუ უკვე ცნობილი პიროვნება მე გულისხმობ აი ახალგაზრდა თაობას რომელიც ამ დროს გამოდის ასპარეზზე მათ მიაღწიეს გამარჯვებაც და მათ ჩათვალეს რომ ეს გამარჯვება ასე ვთქვათ თავად მოიპოვეს და ისინი გამარჯვებული თაობაა მათ აქვთ ასე ვთქვათ უფლება განაცხადონ პრეტენზია ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელობაზე იმიტომ რომ მათ უკვე მიაღწიეს 78-ში გამარჯვებას და ზვიად გამსახურდია კი 78-ში ამ ეგრეთ წოდებული მონანიებით იხევს უკან მათი წარმოდგენით ამიტომაც მათ აქვთ პრეტენზია რომ თავად უნდა იყვნენ სათავეში ეროვნული მოძრაობისა. უპირველეს ყოვლისა აქ მახსენდება გია ჭანტურია, რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები ჰქონდა და შეიძლება ითქვას რომ დიდწილად ამ ამბიციებმა ის შეიწირა აი განსაკუთრებით შევარდნაძესთან ურთიერთობების დროს. მან ჩათვალა რომ შევარდნაძე დაუშვებდა გია ჭანტურიას, ასე ვთქვათ, უფრო მეტად აღზევებას და მოკლული იქნა მე როგორც მახსოვს გია ჭანტურია მოკლეს ხო? კი, რა თქმა უნდა.
მკვლელობა იყო. და მონანიება, ეგრეთ წოდებული მონანიების თემაც რომ თქვათ, იმიტომ რომ დიახ, აუცილებლად უნდა ხო, ვიცი რომ მერაბისთან შეთანხმებულია. ძირითადი პრეტენზია ყოველთვის ეს იყო ზვიადის მიმართ, ამას უხსენებდნენ 87 წელს როდესაც შეიქმნა ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, პირველი არაფორმალური ორგანიზაცია. მაშინ თავად ამ ორგანიზაციის წევრებმა ზვიად გამსახურდია არ მიიწვიეს მასში მონაწილეობის მისაღებად. ანუ ფაქტობრივად გარიღეს. მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ზვიადმა, ასე ვთქვათ, თითქოს მოინანია თავისი დისიდენტური მოღვაწეობა. რა მოხდა სინამდვილეში? ესე იგი, დისიდენტების მიმართ საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე მეთოდი. ერთი ყველაზე მარტივი, ასე ვთქვათ, პარტიიდან გარიცხვა, თუ კი პარტიული იყო და თან დისიდენტი, ზვიადი არ იყო პარტიული. მეორე, თანამდებობიდან გათავისუფლება და მაშინ თანამდებობიდან რომ გაგათავისუფლებდნენ და პარტიიდან რომ გაგრიცხავდნენ და მსგავს, ასე ვთქვათ, მსგავსი სანქციების ქვეშ მოგაყოლებდნენ, ჩავთვალოთ, რომ ეს გარიყული იყავის ამუდამოდ. შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ თავად გეთქვა უარი ბრძოლის გაგრძელებაზე. თუ ამას ვერ მიაღწევდნენ, შემდეგ რა თქმა უნდა დაპატიმრება, ფსიქიატრიულში მოთავსება, რომ დამატებით კიდევ, ასე ვთქვათ, ფსიქიკურად მომხდარიყო მოეშალა კიდევაც ადამიანი. დიახ, დისიდენტები თითქმის უმრავლესობა იყვნენ ფსიქიატრიულებში გარკვეული პერიოდი და საზოგადოების თვალშიც ისინი უნდა ყოფილიყვნენ შეურაცხადები. აბა როგორ შეიძლებოდა ბედნიერი საბჭოთა ცხოვრების წინააღმდეგ შერაცხადი ადამიანი მარქსის კომუნიზმზე უარი თქვათ, რა თქმა უნდა. შემდეგ გადასახლება უმკაცრეს პირობებში და ყველაზე ასე ვთქვათ, მაღალი დონის სანქცია. ეს იყო ქვეყნიდან გაძევება, მოქალაქეობის ჩამორთმევა და საბჭოთა კავშირის ფარგლებს. ანუ დახვრეტა არ მოქმედებდა, მაგრამ და დისიდენტების წინააღმდეგ ამ პერიოდში უკვე ეს სტალინის პერიოდში დახვრეტა ხდება. მერეც ხდება, რა თქმა უნდა, დახვრეტა. ანუ სტალინის შემდეგაც ხდება დახვრეტა ჩვეულებრივ, მაგრამ დისიდენტების მიმართ დახვრეტას ერიდებიან, იმიტომ რომ ისინი არიან დასავლური სამყაროს, ასე ვთქვათ, ყურადღების ქვეშ და არ უნდათ რომ ზედმეტი პრობლემები შეექმნას საბჭოთა კავშირს დისიდენტების გამო. ეს არის რეზონანსული საკითხი, ხო? ამიტომ ბევრი გარდაიცვალა, ბევრი სოფლიოში მაინც ჰუმანისტებად გამოდიოდნენ, ისე გამოდიოდნენ და არაწყობდათ, რა თქმა უნდა. და ყველაზე ბოლო იყო ქვეყნიდან გაძევება. მაგალითად, სოლჟენიცინი გააძევეს რამდენიმე ცნობილი დისიდენტი. მათ შორის აი მაგალითად ბუკოვსკი დახვრიტეს. ვინ? მანდელშტამი. მანდელშტამი ეს სტალინური პერიოდია, მე ხლავ საუბრობ ზვიადის ეპოქაზე. მათ შორის მაგალითად ბუკოვსკი, ცნობილი დისიდენტი, აქ წერალი, ხო, ამავე დროს და აქ საინტერესო მომენტი ის არის, რომ ის გაცვალეს ჩილეს კომპარტიის თავმჯდომარეზე, ანუ ის ადამიანი საბჭოთა კავშირმა შეიფარა, ხოლო ბუკოვსკი გააძევეს ქვეყნიდან. ისიც დისიდენტი გახლავთ, საკმაოდ ცნობილი. და ზვიად გამსახურდიასაც, როგორც ყველაზე ცნობილ ქართველ დისიდენტს მერაბ კოსტავას ვცემ უდიდეს პატივს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის უნდა ვაღიაროთ, რომ იმჟამად ზვიად გამსახურდია იყო ყველაზე ცნობილი დისიდენტი საქართველოსდან, სწორედ ზვიადი ხელმძღვანელობდა დისიდენტურ მოძრაობას და შესაბამისად ზვიადს იცნობდა თითქმის ყველა, ვისაც საერთოდ შეხება ჰქონდა ამ თემასთან. ამას თავად მერაბიც აღიარებდა. მერაბ კოსტავა სოფლიო დონეზე უფრო მეტად ცნობილი გახდა სწორედ მისი აი მრავალწლიანი პატიმრობის და იქ ამ პატიმრობის დროს გამოჩენილი სიმტკიცისა და ასე ვთქვათ გმირობის შემდეგ. ბევრი შიმშილობაც რა თქმა უნდა და ზვიად გამსახურდიას პირდაპირ რომ ვთქვათ ემუქრებოდა სწორედ საბჭოთა კავშირიდან გაძევება. და ზვიად გამსახურდიას არ უნდოდა ეს, იმიტომ რომ თუ კი ის დატოვებდა საქართველოს, მაშინ აქ ფაქტობრივად დისიდენტური მოძრაობა კვდებოდა. ამიტომ ეს ლექციაში რას ამბობს მაგ საკითხზე, იცით ეს უბრალოდ ვიტყვი. თქვენ რა თქმა უნდაო, შეიძლება მოწყდეთო ქვეყანასო და ჩახვიდე გერმანიაშიო, ჩახვიდე ფინეთშიო, მაგრამ მე გარწმუნებთ გერმანელი ვერ გახვდებითო და ვერც ფინელიო. და ქართველობა კიდე დაკარგული გექნებათო. ესე უყურებდა ის, რომ ისევ აქ მირჩევნიაო, წვალება წამებაშიო, იმიტომ რომ მაინცო ფესვამოგლეჯილი ადამიანიო,
ყველა შემთხვევაში გახმება. რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავაც წერს. არა, ზვიადი ამბობდა ამას. კი. ხო, მაგას ვამბობ. მერაბ კოსტავაც წერს ამას და ადასტურებს, რომ ზვიადს ემუქრებოდა გაძევება ქვეყნიდან და თუ კი ზვიადი არ დარჩებოდა საქართველოში, საქართველოს ეროვნული მოძრაობა დაკარგავდა მის აღიარებულ ლიდერს. ამიტომაც და მერაბი ასევე ამბობს, რომ ზვიადის მიერ ჩადენილი საქციელი, აი ეს ფორმალური მონანიება არის უფრო დიდი გმირობა, ვიდრე ვთქვათ ციხეში ჯდომა, იმიტომ რომ მან ამით ეჭქვეშ დააყენა საკუთარი ავტორიტეტი, რომ გადაერჩინა მთავარი საქმე საქართველოში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. ან თავის პატივიც კი დადო სასწორზე და ღირსება, ნუ ამაზე მეტი რაღა უნდა ეკ. და რა არის მთავარი, რა მოინანია? კი ბატონო, რა მოინანია? ის ფორმალურად ამ ეგრეთ წოდებულ მონანიებაში ამბობს მხოლოდ რამდენიმე, ასე ვთქვათ, აკრძალული ლიტერატურის გავრცელებაზე და არავითარ შემთხვევაში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის, ასე ვთქვათ, ძირითად პრინციპებზე და აი ცინიკურია ხო იმ მონანიების ტექსტში ამბობს, რომ აი კონსტანტინე გამსახურდია, მე მუდამ შამაგონებდა საბჭოთა ხელისუფლების სიკეთეებს და ასე შემდეგ, ან ფაქტობრივად დასცინის. აი კიდევ უნდა გითხოთ რა, ცოტა გვაქვს რომ აი ეს მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე ვესად ვერ ვიხილე აი ესეთი რამე ჩემი აზრით არა აქვს ზვიადის ნათქვამი, რომ საქართველოს მხოლოდ ქართველებს არავითარ შემთხვევაში. ხო, და ესეც არის სიცრუე. რა თქმა უნდა. და ჩემი აზრით აი ხუნტის მოგონილი. მანამდეცაც აბრალებდნენ, ანუ ეს რაღაცნაირად ჰომოფობი და რაღაც ესეთი პიროვნებაა თუ ზვიადი საერთოდ არ იყო ხელისუფლებაში მოსული, ისე უწოდებდნენ დიქტატორს, ანუ ჯერ არ იყო მთავრობაში საერთოდ მოსული. და ამ ფრაზას რაც ეხება, ზვიადი თავადაც განმარტავს ამას, ეხლა დრო ცოტა გვაქვს და ამიტომ მოკლედ ვიტყვი ძალიან, არასდროს არსად ზვიად გამსახურდიას არ უთქვამს საქართველოს ქართველებისათვის. ამის დამადასტურებელი არც ვიდეო, არც ტექსტური, არც რაიმე საბუთი არსებობს. უფრო მეტიც მისი ოპონენტების პროგრამებშია ეს ფორმულა სიტყვა-სიტყვით მოცემული. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ჩავიხედოთ გია ჭანტურიას და მისი თანამებრძოლების და იქ სიტყვა-სიტყვით წერია საქართველოს ქართველებისათვის. ზვიადმა რაც თქვა, ეს იყო საქართველოს არის ქართველების ქვეყანა, სადაც უნდა იყოს დაცული ყველას უფლებები განურჩევლად მისი, ასე ვთქვათ, ეთნიკური წარმოშობისა და ამ ნათქვამს საერთოდ არაფერი არ აქვს იმაზე. რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს ქართველების ქვეყანა, ქართველების ქვეყანა რო ამას ჩვენი ქვეყნის სახელწოდებები ვისი ქვეყანა, ფრანგების ქვეყანა არ არის, ინგლისელების ქვეყანა არ არის. რა თქმა უნდა და აი ეს ამბავი რომ, ასე ვთქვათ, დავამთავროთ ეს ამაზე საუბარი. 91 წელს ზვიად გამსახურდიას დროს ჩვენ მივიღეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დემოკრატიული კანონი მოქალაქეობის შესახებ. ზვიად გამსახურდიამ აბსოლუტურად ყველა მაცხოვრებელს საქართველოსი, განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სახის კუთვნილებისა, მიანიჭა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობა, მაშინ, როდესაც მაგალითად ბალტიისპირეთში ასე არ მომხდარა, იმიტომ რომ იქ სერიოზული პრობლემა იყო ეთნიკურად რუსი მოსახლეობისა. ჩვენი მიერ მიღებული კანონი ზვიადის პერიოდში იყო ყველა მოექცა ამ კანონის აბსოლუტურად დემოკრატიული. ხო და აი მართლა გამკვირვებია რომ აი ესეთ რჩეულ ხალხს აი ესეთ ლანძღავენ იცით ხო ეხა კანონიერმა ხელისუფლებამ ზუსტად 9 თვეა იძახა ხალხმა ხო ქუჩაში მეც მათ შორის და ყველა ვითხოვდით ტყვეების განთავისუფლებას და არჩევნებს გაიგონა ბატონო გიორგიეს კანონიერმა ხელისუფლება უზენაეს საბჭოს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ჩანიშნა არჩევნები და მე ძალიან მიხარია რომ ეხლა ჩაერთო თითქმის ყველა პარტია ამაში, იმიტომ რომ თვითონაც არ იღებს მონაწილეობას. ანუ ისევ საქართველოსთვის და ისევ ერისთვის აღიდგინა თავი და ისევ ხალხის დაკვეთას აკეთებს, რომ ხალხი ითხოვდა არჩევნებს და მას აქვს ეს საკანონმდებლო ბაზა იმის, რომ დაენიშნა ეს არჩევნები და ჩანიშნა კიდევაც და მე იმედი მაქვს რომ ხალხი გამოფხიზდება და იცნობს თავის გმირებს და მე ჩვენ ისედაც გაგვიმართლა რომ ისინი ცოცხლები არიან მე ეგრე უყურებ და არ ვიცი მე მგონია რომ ყველამ უნდა ჩაიხედოს თავის თავში როცა გმირს და აი ამ ხელა ხალხს ლანძღავენ როგორც იყო ზვიადი როგორც იყო მერაბი ილია და ასე შემდეგ
მოკლედ ჩვენი დრო ამოიწურა ძვირფასო მაყურებლებო, ბევრი გვაქვს ხოლმე ყოველ სათქმელი, მაგრამ დრო ისე შემოგვეჭამება, მოდი ბატონო გიორგი ესე ვთქვათ, რომ ისე იმდენად საინტერესო იყო, მართლა არ ვიცოდი 56 წელს თუ რაღაცა და ამიტომ ეხლა დაგემშვიდობებით, შევხვდებით იქით 4 შაბათს 5-ის ნახევარზე მოკალაკის ხმაში. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით.